არავინ ისე საყვარლად არ ყვება ისტორიულ ამბებს, როგორც ჩემი გადაცემის შემდეგი სტუმარი. დღეს იგი მოგვიყვება რა ხდება მისი ასურელი თანატოლების თავს. დემეტრი ახალაძე ნანუკა შოუში. ეხლა დავიწყოთ ასურელებზე. ეხლა ცოტა სიღრმეებში ჩავიდეთ. მე-6 საუკუნეში შემოვძანებულა 12 თუ 13 ასურელი მამა, რომ განემტკიცებინათ ქრისტეს ჯული. ხო და ააშენეს თავიანთი ტაძრები და მონაზვნური ცხოვრებაც მათი შემოტანილი იყო. და ერთ-ერთი ხატი ქრისტეს ხელთქმნებელი ხატიც მათი ჩამოტანილი იყო. ნუ ეხლა ყველა სახელი არ დამიმახსოვრებია, მაგრამ იქ იყო იოანე ზედაზნელი, შიომღვიმელი და დავით გარეჯელი. ხო და ეხლა მცხეთასთან ახლოს სოფელ ქანდაში ცხოვრობენ მართლმადიდებელი ასირიელები. ხო და რა ჩემთვის არის გასაკვირი, ლაპარაკობენ არამეულად. მამაო ჩვენსაც არამეულ ენაზე წარმოთქვამენ და გალობენ არამეულ ენაზე. გასაკვირი რატოა ეგ ამბავი? იმიტომ რომ ჩვენი ქრისტე მაცხოვარიძე ლაპარაკობდა არამეულ ენაზე. ანუ ესენი ქრისტეს ენაზე ლაპარაკობენ. დიახ. ქრისტე რომ ქრისტეს პატივსცემდნენ და ამიტომაც იციან ქრისტეს ენა? კი. შესაბამისად, ხომ არ გონია შე რომ ქრისტეს მარტო მათი ესმის? ყველას იესმის ახლა. გეთანხმები. შენ ასეთი რანაირი ხარ? მე ნამდვილი არ მეგონე. იცი? ყველა ახლა განსხვავებულია მაინც. გეთანხმები, მაგრამ ხო და მაშინ იყო ქრისტიანობის უძველესი კერა. ხოლო რაც შეეხება ასირიელების დღევანდელ მდგომარეობას, შოკირებული ვარ იმ კადრებით, რომელსაც თვალი მოვყარი მე. მე შოკირებული ვარ. რა ნახე შენ? როგორც მე მოვისმინე, ასირიელ ბავშვებს ხოცავენ ტერორისტი მუსლიმები. ხო და ბავშვმა ზედმეტი ცრემლიც კი არ უნდა დაღვაროს და მათი სიკვდილზე ლაპარაკი კი ზედმეტია. შენ გესმის ბარეულ უფროსზე მეტი. შენდენი რო ესმოდე. ხო და ამასთან მე პარალელს გავავლებ. როდესაც ჰეროდეს უთხრეს მესია დაიბადება და წაგათმევს მეფობასო. ამიტომაც გაბოროტებულმა ჰეროდემ გასცა ბრძანება, რომ მოიწყვიტა 2 წლამდე ბავშვები. ხო, მაგრამ ამით რა გააკეთა? არაფერი. მესია მაინც დაიბადა და ამ კვლელობებით უბრალოდ ჯოჯოხეთში მოიხვედრა თავი. ხო და სად არის მსოფლიო, სად არის ევროპა? არ გვეხმარებიან. ეხლა მაგალითად ის გამახსენდა ერეკლე მეფე იმდენში კრიკებს უგზავნიდა ევროპას, მაგრამ არ დაეხმარა მაინც. და კიდე ქეთევანი რომ აწამეს, მან იყო მთელი ევროპა, მაგრამ არც ერთი არ დაეხმარა მას. ანუ შენ ამბობ, ჩვენ ევროპის იმედი არ უნდა გქონდეს? რა ვიცი. არ გვეხმარებიან. ევროპის იმედი უფრო უნდა გქონდეს თუ რუსეთის? მთლიანი სოფლიოს იმედი უნდა გქონდეს ჩვენ. სოფლიოსი. მაგრამ ამ სოფლიოში რუსეთის რომ შედის? კი არ გვეხმარებიან, რაღაცით მაინც დაგვეხმარებიან. მეც მასე მგონია. უბრალოდ მხარდაჭერა, საჭმელების და ტანსაცმლის მიცემა არ ეხმარება. ნუ კი ეხმარება, მაგრამ ეს წერტილს არ უსვა ასირიელი ბავშვების ხოცვას. ამიტომაც ჩვენ და მსოფლიო უნდა გავერთიანდეთ, რომ წერტილი დაუშვათ ასირიელ ბავშვებზე ძალადობას. შენი საყვარელი საგანი რა არის? მათემატიკა. ნამდვილად ვიცოდი, რომ აქ პასუხს გამცემ. შენ რამდენი ხანია ასეთი რო ხარ? ნუ ეხლა ეკივოკში რომ დავიწყე, ვიყავი 3 წლის, ეხლა ვარ 7-ის და 4 წელია გასული და ეხლა უფრო პოპულარული ვარ იქედან აქამდე. გასაგებია.